რატომ არიან ბავშვები პირველ დღეებში მშვიდები, ხოლო ერთ თვეს რომ უახლოვდებიან, იწყებენ ბევრ ტირილს და მოუსვენრობას? არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც შეიძლება ახალშობილებში მოუსვენრობას იწვევდეს. ეს არის გაზები, დეფეკაცია და კოლიკები. პირველ დღეებში და კვირებში ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იცვლება, ის ახალ გარემოს ერგება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ მის მუშაობაზე მოქმედებს. ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორით დასახლება. მუცელში ბავშვი საკვებ ნივთიერებებს პირდაპირ დედისგან იღებდა, ხოლო დაბადების შემდეგ მის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა მიკროორგანიზმი სახლდება, რაც შეიძლება დისკომფორტს იწვევდეს. ასევე მიმდინარეობს ნერვული სისტემის მომწიფება, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. ბავშვი იბადება არასრულყოფილი ნერვული სისტემით და დრო სჭირდება, რომ ის ახალ პირობებს შეეგუოს. ასევე მიმდინარეობს ბავშვის სწავლება ნებაყოფლობითი დეფეკაციის. დაბადების შემდეგ ბავშვი ჯერ კიდევ არ იცის სწორად დაძაბვა, რომ განავლის გამოყოფა შეძლოს, მას ეს უნარი უნდა შეისწავლოს. ეს ყველაფერი იწვევს გაზების მომატებულ წარმოქმნას, პერიოდულ სპაზმებს მუცელში და დეფეკაციის გაძნელებას. ბავშვს შეიძლება ტირილი დაეწყოს, გაწითლდეს, დაძაბოს თავი, მაგრამ არ გააკეთოს კაკალი და მუცლის შებერირობა გამოუჩნდეს. ყველაზე მეტად ეს შესამჩნევი ხდება ცხოვრების მეორე-მესამე კვირაში, ხოლო პიკს აღწევს 1.5-2 თვის ასაკში. გრძელი ტირილი დაძაბვა, რუდ-ბღავეი, ეს ასაკობრივი თავისებურებაა, რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის, როგორც წესი სამ თვემდე. ასევე ამ ასაკში ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კოლიკები ან იისფერი ტირილი. ეს არის ტირილი, რომელიც იწყება და მთავრდება მოულოდნელად, აშკარა მიზეზის გარეშე. ბავშვის დამშვიდება უბრალოდ შეუძლებელია. ის არ წყვეტს კვერილს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და ტირილიანი ბავშვი ისე გამოიყურება, თითქოს მართლა ძალიან სთქივა. ეს შეიძლება გაგრძელდეს დღეში 5 საათამდე ან მეტიც კი, მაგრამ საშუალოდ არ აღემაგება 3 საათზე ვიზეთ, ძირითადად დღის მეორე ნახევარში. მნიშვნელოვანია, რომ ტირილის შეწყვეტის შემდეგ ბავშვი გამოიყურება და იქცევა, როგორც სრულიად ჯანმრთელი, კმაყოფილი პატარა, განსხვავებით დაღლილი და გამოფიტული მშობლებისგან. ეს ყველაფერი ასევე ნორმალურია ჩვილებისთვის. ეს არ არის პათოლოგიური მდგომარეობა და მიზეზი არ არის ის, რომ თქვენ რამეს არასწორად აკეთეთ. მოიცით ბავშვს დრო, რომ ახალ გარემოს შეეგუოს, ხოლო საკუთარ თავს მოწმინება.